მე ვარ მამუკა მომლაძე, ყავს 1997 წლის E-კლასის Mercedes-ი E200 2.0 ძრავი. აქვს თუ არ ვხდები 140-მდე ცხენის ძალა, ზუსტად არ ვიცი. 140, ასე დაახლოებით. და რატომ შევიძინე? იმიტომ რომ წინა მანქანამ გამაცამა. ყავდა ჯეტა 2002 წლიანი და ის საშინელი გაგრილების სისტემა ყავდა, საერთოდ ჯეტებს ეს პრობლემა აქვს თვითონ ეს წყალი საიდანაც ემატება გაგრილების სითხე, იმის ხუფი რაღაც ჰერმეტულობას ქმნის დამატების და ერთი სიტყვით მუდმივად ეს პრობლემა ჰქონდა იმ ავტომობილს და მითხრეს რომ Mercedes-ი არისო ნაკლებად პრობლემური მანქანაა და მართლა ასე გამოდგა. საკუთარი ავტომობილის დადებითი და უარყოფითი მხარეები. დადებითი მხარეები აქვს საკმაოდ კარგი დადებითი მხარეები აქვს, იმიტომ რომ მართლა უპრობლემო მანქანაა და აი რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ყველაზე მეტად რაც ამ მანქანაში ესე ვთქვათ, ყველაზე ნაკლებად მომწონს არის ის, რომ ამის ტრანსმისია არის მანუალი. თუ ქალაქში სამოძრაოდ მანუალი არ არის ნაკლებად კომფორტულია. აი რომ ყოფილიყო ელექტრონიკი უკვე უფრო კარგი იქნებოდა. როგორი შესანახია თქვენი ავტომობილი და რამდენ საწვავს მოიხმარს? ესე იგი არ არის ძვირი შესანახი, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამის ნაწილები, ესე ვთქვათ, საკმაოდ დაბალ ფასში მოიძიება. არ აქვს პრობლემური, ანუ ესე ვთქვათ, წინა მხარე, პერადოქსალსაც ვეძახით ჩვენ, საკმაოდ მყარი აქვს, ჩვენ გზებთან შესაბამისობაში მოდის ერთი სიტყვით. და რამდენ საწვავს მოიხმარს? მოიხმარს ესე იგი გზატკეცილზე 6.7 ლიტრი დამწვა და ქალაქში სადღაც 8 litrამდე. მანუალი არის, მექანიკური ტრანსმისია და შესაბამისად წვაც ცოტა ნაკლები აქვს და შესაბამისად ხუნდებიც ოდნავ ნაკლებად ცდება, ასე ვთქვათ. როგორ მოგწონთ ქალაქში მოძრაობა და რა შეცვლიდით? აი ქალაქში მოძრაობა საშინლად არ მომწონს, იმიტომ რომ არ მომწონს, როდესაც ზოლიდან ზოლში, ესე ვთქვათ, ყოველგვარი მინიშნების გარეშე გადადიან, გადმოდიან, ეს იწვევს საცობებს. კატასტროფულ საცობებს იწვევს და კიდევ რა არ მომწონს. ეს ქალაქს ნაკლებად შეეხება, საერთოდ გზების პრობლემაა ესეთი. ყოველდღიურად მიწევს რუსთავი-თბილისის შორის მოძრაობა. და ეს რუსთავის გზატკეცილი რო კეთდება ეს ესტაკადა, ალბათ შეატყვეთ კიდეს მანქანა არის გასარეცხი. არ აქვს აზრი მანქანას რო გარეცხო, იმიტომ რომ მუდმივად ტალახი, მუდმივად მტერი გარეცხავ. და მეორე დღეს ავტომობილი ისევ ესე დღეში ყავს. გავწამდი, დააგეთ ეს გზა, აღირსეთ როგორ, ან რაღაც მოუფიქრეთ ისეთ რომ არ იყოს ეს ტალახი. შემდეგი კითხვა. როგორი მძღოლი ბრძანდებით თავად? ეხლა ვინ იტყვის ცუდი მძღოლი? მოწესრიგებულობას რაც შეეხება, მეტნაკლებად მოწესრიგებული სიმართლე თუ გაინტერესებთ მანქანაზე თან გადაყოლილი მძღოლი ნაკლებად ვარ. რამე თუ ფუჭდება ვაკეთებ, მაგრამ აი მოვლას რაც შეეხება, რომ აი სიტყვაზე მწოლიარეზე ნელა გადახვიდე და რაღაც ესეთი მოფრთხილება არ შემიძლია, მერჩენია უცებ გადავიჯლიგინო ხოლმე და შესაბამისად ეს იწვევს რაღაც გარკვეულ პრობლემებს. საგზაო მოძრაობის წესებს ნამდვილად ყოველთვის იცავ, იმიტომ რომ ვთვლი რომ თუ მძღოლი არის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ უკვე პოტენციური საფრთხე არის, რაც შეეხება ღვეძს. არაერთ ავტოსაგზაო შემთხვევაში გადაურჩენია ჩემი სიცოცხლე და ჩემი თამყოფი ადამიანების სიცოცხლე, ასე რომ ხედით აუცილებლად მობილურ ტელეფონზე საუბარს რაც შეეხება, აქვს თანამედროვე ტელეფონის ფუნქცია ლაუდსპიკერი და ჯობია რომ ლაუდსპიკერზე ელაპარაკო ვიდრე ესე, იმიტომ რომ უფრო ჩართული ხარ საქმეში. და აი ესეთი სიტყვით. შემდეგი კითხვა გაქვს ძალიან საინტერესო. რას ნიშნავს და გაქვთ ავტომობილის ესე ვთქვათ ნაწილების სახელები? რას ნიშნავს ჩობალი? ჩობალი ვიცი რას ნიშნავს, ეს არის ჩვენი ენაზე რო ვთქვათ სალნიკი. ხუნდები მარტივია, ეს არის კალოტკები, სატერფული, ეს პედლები, რა თქმა უნდა, ხნევარა. ლოგიკურად რო გადათარგმნო, ეს არის მახავიკი ჩვეულებრივად, ჯალამბარი. ჯალამბარი ცოტა გაგონილი მაქვს ეს სიტყვა, ერთი წუთით, ერთი ჯალამბარი. ლებიოთ რა?